ამოცანა 1.28. პირველი. მუდმივი სიჩქარით მოძრავმა მატარებელმა 5 საათში გაიარა მთელი გზის 5/6 ნაწილი. რამდენ საათში გაივლის ის მთელ გზას? ვიცი რომ ფორმულა S უდრის VT, ანუ გავლილი მანძილი დროის პირდაპირ პროპორციულია. ჩავწეროთ პროპორცია. 5 საათში გაიარა 5/6 ნაწილი, T საათში გაიარა რაღაც 1 ნაწილი. პირდაპირ პროპორციული სიდიდეების დროს ჯვარედინი ნამრავლი არის ერთმანეთის ტოლი. ანუ T გამრავლებული 5/6-ზე უდრის 5 გამრავლებული 1-ზე. ანუ 5/6 T უდრის 5-ს, აქედან T უდრის 5 გაყოფილი 5/6-ზე, ანუ 5 გამრავლებული 6/5-ზე და რო შევკვეცოთ არის 6. ანუ 6 საათში გაივლიდა ის მთელ გზას. თუ 5 საათში გაიარა 5/6 ნაწილი. 1.28. მოსწავლემ წიგნის 3/4 ნაწილი წაიკითხა 6 დღეში. რამდენ დღეში წაიკითხავს ის წიგნის დარჩენილ ნაწილს? ამის გასაგებად ჯერ გავიგოთ რა ნაწილი დარჩა წასაკითხი. ანუ მთლიანად თუ ერთი ნაწილი ჰქონდა წასაკითხი, ერთი მთლიანი წიგნი ჰქონდა წაკითხული და 3/4 წაიკითხა. ერთს რო გამოვაკლოთ 3/4 იგივე რაც 4/4 - 3/4 არის 1/4. ანუ 1/4 დარჩა წასაკითხი. ჩავწეროთ ახლა პროპორცია. 3/4 ნაწილი წაიკითხა 6 დღეში, 1/4 წაიკითხა x დღეში. დავადგინოთ როგორი პროპორცია, პირდაპირი პროპორცია თუ უპროპორცია. ამას ვადგენთ ლოგიკურად, რაც უფრო მეტი დღე ვკითხულობთ წიგნს, ლოგიკურად უფრო ბევრს ვკითხულობთ. ანუ პირდაპირი პროპორცია. პირდაპირი პროპორციული სიდიდეების დროს ჯვარედინი ნამრავლი არის ერთმანეთის ტოლი. ანუ 3/4 გამრავლებული x-ზე, ტოლია 6 გამრავლებული 1/4-ზე. აქედან x უდრის 6 რო გავუმრავლოთ 1/4-ზე არის 3/2, ამიტომ 3/2 უნდა გავყოთ 3/4-ზე. ანუ 3/2 გავუმრავლოთ 4/13-ზე და 2. პასუხია 2 დღე. ანუ 3/4 ნაწილი თუ 6 დღეში წაიკითხა, 1/4 ნაწილი წაიკითხავდა 2 დღეში. ამოცანა 1.28. ფერმერმა ნაკვეთის 8/9 ნაწილი მოხნა 16 საათში. რამდენ საათში მოხნავს ის მთელ ფართობს? დავწეროთ პროპორცია. 8/9 ნაწილი მოხნა 16 საათში. მთლიანი ერთი ნაწილს დაამუშავებდა T საათში. პროპორცია არის პირდაპირი, რადგან რამდენ მეტ დროს დავუთმობთ ნაკვეთის დამუშავებას, იმდენ მეტ ნაწილს დავამუშავებთ. პირდაპირი პროპორციული სიდიდეების დროს ჯვარედინი ნამრავლი არის ერთმანეთის ტოლი, ანუ 8/9 გამრავლებული T-ზე უდრის 16-ჯერ 1-ს. აქედან T უდრის 16 გაყოფილი 8/9-ზე, ანუ 16 გამრავლებული 9/8-ზე, 16 და 8 შევკვეცოთ, დაგვრჩება 2, 2-ჯერ 9 არის 18. ანუ 18 საათში მოხნავდა ის მთელ ფართობს. მთლიანად დაამუშავებდა. ამოცანა 1.28. ავტომობილმა მთელი გზის 6/7 ნაწილის გავლის დროს დახარჯა 18 ლიტრი ბენზინი. რამდენ ლიტრ ბენზინს დაიხარჯება დარჩენილი გზის გავლისას? ჯერ გავიგოთ რა ნაწილი დაგვჭა გასავლელი. მთლიანად აკვაკი ერთი მთელი გზა გავიარეთ 6/7, ანუ 1-ს გამოვაკლოთ 6/7, იგივეა რაც 7/7-ს გამოკლებული 6/7 და რაც არის 1/7. ანუ 1/7 დაგვჭა გასავლელი. დავწეროთ ახლა პროპორცია. 6/7-ის გავლას დავახარჯეთ 18 ლიტრი, 1/7-ის გავლას დავახარჯავთ x litrს. პროპორცია არის პირდაპირი, რადგან რაც უფრო მეტ გავდივართ, მით უფრო მეტ ლიტრ ბენზინს დავხარჯავთ. პირდაპირი პროპორციული სიდიდეების დროს ჯვარედინი ნამრავლი არის ერთმანეთის ტოლი. ანუ 6/7 გამრავლებული x-ზე ტოლია 18 გამრავლებული 1/7-ზე.
აქედან x ტოლია 18 გაყოფილი 6/7-ზე. ანუ 18/7 გამრავლებული 7/6-ზე, რაც არის 3 ლიტრი. ანუ 6/7-ის გავლას თუ 18 ლიტრი ბენზინი დავახარჯეთ, 1/7-ის გავლისას დავხარჯავთ 3 ლიტრ ბენზინს.